Esa ხალია? პრობლემა არ არის, ვიყავი რაიონიდან, თათბირზე ვიყავი და ცოტა ადრე მქონდა შეხვედრა დაგეგმილი. მაგრამ ბიჭებმა არ გადავდოთო დღეს მაინც გავაკეთეთ და ჯობს გვიან. ხო, არა უშავს იმ ხალხს, ყველა შეხვდები ვისაც შეხვედრა უნდა და მე კიდე მოვალ, ქვედაუბანშიც მოვალ და ყველგან, ყველა სოფელში 52-ვე სოფელში შეხვედრა მექნება, სულ მალე დავასრულებ 3-4-ში უკვე მქონდა შეხვედრები. ვიცით რომ წინა საარჩევნო პერიოდია გამოცხადებული, ვარ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი საჩხერეში და მე მინდა გაგაცნოთ იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ, იმ ძირითადი მიზნების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს მომავალი 4 წლის განმავლობაში, ჩვენს პრეზიდენტს, ჩვენს ახალ პრემიერს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ეს პროგრესი გაგრძელდება, ადამიანებს აქვს იმის განცდა, რომ ქვეყანაში უკეთესობისკენ მიდის ცხოვრება. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც აღნიშნავენ, რომ უამრავი წარმატებული რეფორმა გატარდა ქვეყანაში. მომდევნო 4 წელი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ამ რეფორმის სიკეთე ასახული იყოს ყველა ოჯახზე, მეტი სარგებელი მიიღოს ამ რეფორმებიდან ხალხმა და ყველა ის ინვესტიცია, ყველა ის კაპიტალდამატება, ყველა ის ფული, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ჩაიდება სოფლის მეურნეობის, ქართული სოფლის განვითარებაში, ეს იქნება თითო მილიარდი ყოველ წელს 4 წლის განმავლობაში. მოგწევს იმის საშუალებას, რომ სოფლად გლეხებს, სოფლად მაცხოვრებლებს უფრო მეტად გაუადვილოთ ცხოვრება, უფრო მეტად გავხადოთ მიმზიდველი მათი შრომა, უფრო მეტად დაფასდეს ყველა ის გლეხური მეურნეობა, ყველა ის სოფელში ჩადებული ფული და უფრო მეტი სარგებელი ნახოს აქედან ხალხმა. მე გეტყვით, რომ თითო მილიარდი ყოველ წელს ეს არის 20-ჯერ მეტი თანხა, რომელიც წლევანდელ ბიუჯეტში თუ გინდა იყო ჩადებული სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. წელს იყო ჩადებული დაახლოებით 50 მილიონი. ესე იგი 50 მილიონზე 20-ჯერ მეტი თანხა არის მილიარდი, 4 წლის განმავლობაში მილიარდი ჩაიდება ყოველ წელიწადს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ეს ნიშნავს 20-ჯერ უფრო მეტად დასაქმებულ ადამიანებს, 20-ჯერ მეტად უფრო შემოყვანილ ახალ ტექნიკას სოფლებში, 20-ჯერ მეტად უფრო დამუშავებულ ჩვენ მიწებს და 20-ჯერ მეტად უფრო მიხედილ ქართულ სოფელს. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას, ჩვენ მთავრობას, ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო გზა, რომელიც გზითაც ჩვენ მივდივართ, ეს არის საქართველოს წარმატების გზა, ეს არის თანდათანობით უკეთესობისკენ სიტუაციის შეცვლის გზა და ეს არის მეტი სარგებლის მოტანა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. ხოლო რაც შეეხება ახლა მე არ ვიცი, ყველას თავისი გზა აქვს, ყველა პოლიტიკურ ძალას გაუმარჯოს ღმერთმა, ერთი ვიცი მე რომ საჩხერეში იქ სადაც ჩვენა ვართ, ძალიან ბევრი ახალგაზრდები არიან, ჩვენი მხარდამჭერები, ასევე ბევრი ახალგაზრდა არის, რომელიც მეორე ძალას და მესამე ძალას უჭერს ხარს. საჩხერეში უნდა ჩავატაროთ არჩევნები სამართლიანად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ყოველგვარი ზედმეტი ექსესების გარეშე, უამრავი არჩევნები ჩაგვიტარებია ჩვენ, წარმატებით გამოსულ ვართ ბევრ არჩევნებში და დაგვიმთავრებია ეს არჩევნები, ჩვენ ხელი გადაგვიხვევია და ხელი ჩამოგვითვევია დამარცხებული პოლიტიკური ძალისთვის და გაგვიგრძელებია ცხოვრება. ხოლო რაც შეეხება წესრიგს, რაც შეეხება მშვიდობას, ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ ქვეყნის. და ამ მშვიდობას და ამ წესრიგს და ამ შემდგარ სახელმწიფოს არ გადავაყოლებთ არც ერთ პოლიტიკური ძალის ამბიციებს ჩვენ. ეს არის გამორიცხული. ქვეყანაში აღარ გამეორდება 90-იანი წლები. შაშანში მყავდა 6 ტრაქტორი. შაშანში მყავდა 10 ტრაქტორი, წელს მყავდა 16 ტრაქტორი. ესე იგი, ეს როცა წელს 50 მილიონი იყო ჩადებული. გაიცა ჩვენ გვეყოლება დაახლოებით 32 ტრაქტორი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ ფართობს დავხვნათ, უფრო მეტად მოგაქცევთ ყურადღებას. 16 ტრაქტორით ვერ მოგაქციეთ ყურადღება. რო 5000 ჰექტარს გადავსვით დღეს და წელს დახმაში. 90-იანი წლების მერე ამდენი ფართობი კი არ დახმულა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც თვითონ ვერ შეძლეს დახნა, ამას ახლა პირდაპირ ვერ ეტყვი, იმიტომ რომ დაუჯერებელია მათთვის. ყველასთან კი ვერ მივედით, მაგრამ 16 ტრაქტორის მაგივრად რო გვეყოლება 32, აი მაშინ ყველასთან მივედით უკვე რა. დამბაგვიან და ჩვენ კიდე გვექნება ეს შეხვედრები. ახალგაზრდებს თხოვ, რომ უფრო მეტად ჩავერთოთ ამ სიტუაციებში, რასაც ქვია წინა საარჩევნო სიტუაციები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ჩვენთან გაწევრიანებული, გამოღმარგვეთ და მადლობას გიხდით და ერთი მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებში არის კიდე გაწევრიანებული, ყველა მოეფერეთ ერთმანეთს. არ დაგინახოთ, რომ იჩხუბოთ, არ დაგინახოთ, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ. გადაგკოცნეთ, ერთად იქეიფეთ, მოეფერეთ ერთმანეთს და ყველა ძმები ვარ და ყველა მეგობრები ვარ. მე ვიცი ერთი, რომ საჩხერეში მიწისძვრისგან დაზარალებული ადამიანების პრობლემა მოგვარდება.
ამ მოგვარების პროცესში მე ვიქნები შუამავალი, მე ძალიან კარგად ვიცი მათი პრობლემები, მაქვს ალაპარაკო საქართველოს მთავრობასთან და მე ჩემ თავზე ვიღებ იმას, რომ ნებისმიერი თემა, რომელიც დაკავშირებულია მიწისძვრის საკითხებთან, პირველ და მეორე კატეგორიის დაზიანებულ სახლებთან, დეტალებში გავესაუბრო პრემიერს და გადაწყვეტილება მივიღოთ ერთად.